ფოთში ნიჩბოსნობისა და კანოის ბაზის საკონფერენციო დარბაზში პროექტის მწვანე მომავალი უფლებები და სტაბილურობა ფარგლებში დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. ორგანიზატორებმა დამწყებ საბოლოო ანგარიში წარუდგინეს. მათ ასევე ისაუბრეს პროექტის ფარგლებში ჩატარებულ აქტივობებზე და ფონდის საქმიანობაზე, მის მნიშვნელობაზე და პროექტებში საზოგადოების ჩართულობაზე. დღეს ჩატარდა პროექტის დასკვნითი ღონისძიება. ენერგოკლუბი შეიქმნა ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა და დანიის მმართველობის ხელმძღვანელობით. მათი მიზანია ახალგაზრდების და დევნილთა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ენერგოეფექტურობაზე, მდგრად ენერგიებზე და ეკოლოგიურ პასუხისმგებლობებზე. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში დაფუძნდა ფოთის ენერგოკლუბი. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის მიერ ენერგოკლუბის დაარსების ინიციატივა წარმოადგენს თემზე დაფუძნებულ პლატფორმას, რომელიც შექმნილია ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად. მისი მთავარი მიზანია ადგილობრივი ახალგაზრდების და მოქალაქეების გაძლიერება, არაფორმალური განათლების, პრაქტიკული სამუშაო შეხვედრებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიების საშუალებით, რათა მათ შეძლონ მდგრადი ენერგეტიკული პრაქტიკის დანერგვა, მწვანე პოლიტიკის მხარდაჭერა და ფოთის დევნილთა თემის ენერგოუსაფრთხოებასა და კლიმატურ მდგრადობაში წვლილი შეტანა. დღეს ვყოფებთ ქალაქ ფოთში ჩვენი პროექტის დასკვნითი ღონისძიებაზე. გვაქვს კონფერენცია, სადაც წარუდგენთ იმ კვლევებს, რომელიც პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ, მწვანე მომავლის ფარგლებში. ძირითადად პროექტის მთელი აქცენტი იყო ახალგაზრდების გაძლიერებაზე, იმისათვის, რომ შეექმნათ ენერგოკლუბი და ენერგოეფექტურობის შესახებ გქონოდათ მეტი ინფორმაცია, მეტი სარგებელი ნაკლები დანახარჯი სლოგანით. ასევე ჩავატარეთ კვლევა, რომელიც ადამიანების დამოკიდებულებებს იკვლევს ამ საკითხების მიმართულებით. ჩავატარეთ 60 ბინათ მესაკუთრეთ ამხანაგობის სკრინინგი, გამოვიკვლიოთ მათი საჭიროებები, შესაბამისად ვიპასუხეთ მათ საჭიროებებს, იქნებოდა ეს წესდების გაახლება, ახალი თავმჯდომარის არჩევა თუ სხვა. ასევე დავაფუძნეთ 8 ახალი ბინათ მესაკუთრეთ ამხანაგობა. შესაბამისად პროექტის ფარგლებში გამოვიკვლიეთ 20 ინფრასტრუქტურული ობიექტი. ეგრეთ წოდებული კორპუსი, მრავალბინიანი სახლი, შევაფასეთ მათი მდგომარეობა და საჭიროებების დოკუმენტი პასპორტიზაციის სახით. შესაბამისად ვთვლით, რომ მომავალში მხარს დაუჭერთ მათ გაძლიერებას და ყველა იმ გამოწვევის აღმოფხვრას, რომელიც გამოიკვეთა. ენერგოკლუბის დაარსების ფარგლებში, როგორც უკვე ახსენე, გავაძლიერეთ ახალგაზრდები, მხარი დაუჭერეთ მათ სამ სათემო ინიციატივას და ორგანიზაცია აგრძელებს მათ აქტიურ მხარდაჭერას, უკვე დაგეგმილი რამდენიმე პროექტით და ასევე სამომავლო ინიციატივებსა თუ მათ დამოკიდებულებებსა და განვითარებას დაუჭერს მხარს. შეგახსენებთ, რომ ფოთში ორგანიზატორთა მიერ დასუფთავდა მალთაყვის სანაპირო ზოლი და დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორია. დასასრულს კი საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა. პროექტს მწვანე მომავალი უფლებები და სტაბილურობა საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი გაეროს განვითარების პროგრამის და დანიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია მდგრადი ადგილობრივი განვითარებისა და მდგრადობის ხელშეწყობა იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში, ქალაქ ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებში მწვანე და სამართლიანი გადასვლების გზით, ინკლუზიური მმართველობის ხელშეწყობა, გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობების შექმნა.